აი, ასეთი ფორმის არის ახლა ჩვენი ჟაკეტი. აი, ეს გახსოვთ ეს მხარე ხო, რომ დავიწყეთ აქედან, ეს გაჩვენეთ ერთხელ უკვე, სანამ აგვსოვდი ხო ამ ნაწილს. აი, ახლა ეს ზურგის მხარე მოგსოვე. აბა ნახოთ ზურგის მხარე. აი, ესე თუ თქვათ ამ ზოლებით გადათვლით, შეგიძლიათ პრინციპში ეს არ ვიცი თუ ჩათვლით ამას როგორც ზოლად. აი, სადაც სახელოს ჭრილია, იქაც ამობურცული ესეთი ზოლია. და ამის შემდეგ, აი, მოდით არ ჩავთვალოთ ეს ზოლი და ამის შემდეგ 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 ესეთი ზოლია. თუმცა ხვდებით რომ ეს 21 ნიშნავს ორზე უნდა გაამრავლოთ, ხო? ანუ სადაც 42 და პლუს აი ეს კიდევ ერთი აი ეს რიგია კიდევ 43 რიგია აი ესე თუ გადავთვლით ჯამში. და აი რაც შეეხება სანტიმეტრებშიც გავზომა, მაინც გაჩვენებთ, ხო? რომ თქვენც შეგახედოთ. აი ესე, ეხლა მიჭეს დაჩვენება ესე კარგად, მაგრამ აი ესე თუ ძალიან თავისუფლად დადევით, რომ არ მოიჭიმოს არაფერი. აი აქ გაქვთ სადაც 53, აი 52 უბრალოდ. აი აქ 52, 13, ესე დაახლოებით. იმიტომ რომ იწელება ესეთი რეზინოვანი ნაკსოვია, ხო? კარგით, აი ესეთი გვაქვს ეს ზურგი მორჩით. ეხლა ნახეთ დააკვირდით, მე აი აქ მოვედი. აი აქ მაქვს თვალი, ბოლო თვალი. ესე იგი, თქვენც ესე უნდა გქონდეთ. იმიტომ რომ ზემოდან ჭრილს ვერ გააკეთებთ, ხო? იმიტომ უნდა ჩამოყვეთ. როცა უკვე აი აქ ჩამოყვებით, აი აქ უნდა იყოთ ბოლოს გაჩერებული და ეხლა რო ავალთ, ბოლომდე არ ავალთ, როგორც აქ გავაკეთე, ამას გაჩვენებთ, ხა რა თქმა უნდა. ავალთ და აი შემდეგ თავისუფალი თვლებით და უკვე კავშირი აღარ ექნება აი ამ ბოლო სადაც ხრის ადგილია, ხო? კარგით, აბა ეხლა ეს მოგსოვთ ყველაფერი. აი ეხლა როგორც გაჩვენეთ, ხო? აი ეს ადგილი მაქვს. ეს წაღმამხარია, რა თქმა უნდა, მე რაც გაჩვენეთ იატაკზე გაშლილი, ეს იყო წაღმამხარეს უყურებდით, ხო? აი აქ ჩამოვედი ქვემოთ. ჟაკეტის ქვემოთ, ხო? აქ ერთი თავისუფალი თვალი უნდა მოგსოვთ და უნდა მოვტრიალდეთ. ეხლა ზემოთ ავყვებით. ესე იგი, რომ გავაკეთოთ სახელოს ჭრილი. ესე იგი, ეხლა აქ მოდით ესე გავშალი ისე რომ ადვილად უკვე ეხლა გეტყვით მე რომ მეხუთე გორგალზე გადავედი. მეხუთე გორგალს ხმარობ, რაც დავიწყე ამ ჟაკეტის ქსოვა. ესე იგი, ესეთი რაოდენობა, მაგრამ კიდევ საჭიროა. ვფიქრობ, რომ რაღაც 8-9 ესე არის საჭირო. ესე უკვე ეხლა გვაგზლებ მე და პირდაპირ შევდივართ ესე როგორც უქსოვდით, ხო, უკანა კედელში შესვით, თვლები ნამატის გარეშე და ეხლა ჩვენ უნდა ავიდეთ, ეხლა მართალია ეგ ნიშნული არ გამიკეთებია, მაგრამ უნდა გავაკეთოთ, ხო? ესე იგი, თუ გავიხსენებთ ახლა მოდით აი თუ თქვათ არის მაინდა-მაინც საჭირო დამახსოვრება. აქედან აი ესე როგორც აქ გავაკეთეთ, ხო? აი აქ კავშირია, აი შემდეგი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 თვალი მქონდა მახსოვს ესე და აქაც ნახეთ, ეხა ეს ძირია, ხო? ძირიდან მიყვებით ზემოთ. აქაც აი გადმოვნახეთ ამის გაგრძელება, ხო? ხარის მხარეს 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14. აი მე-14-ზე გავაკეთებ ნიშნულს და რა თქმა უნდა არ გვსოვთ ამ მე-14 თვალს, ხო? ეს 14 თვალი არის სახელოსთვის. ესე. რო შემხდება ეს მე-14 თვალი, იმის წინ გავაკეთებთ, ესე იგი, ბოლო თვალს მოგხსოვთ, ოღონდ თუ გახსოვთ, ორივე კედელში შევედი. თქვენც ესე გააკეთეთ. ხა მოდი ესე გავყვები მე, სანამ არ მივალ.
აი ნიშნულთან. ну ფაქტიურად შეგიძლიათ კიდევაც გაიმეოროთ ის რაც მე მეორე სახელოს შემთხვევაში გავაკეთე. თუ გინდათ მაინც ესე გაჩვენებთ მე. ну ეხლა მე ქსოვის პროცესში რაც შევამჩნიე უფრო მოშვებულად ქსოვ ხოლმე რაც ცოტა ისე თუ ძალიან ყურადღებით არ ვარ და ვფიქრობ რომ ეს ყაისნაღი მაინც ცოტა ზედმეტად დიდია. ხო თქვენ ახლა გააჩნიათ თქვენ რა ზომის ყაისნაღს აიღებთ. რა ზომაც აწერია ყაისნაღს ხო? აი მიახობით მაინც ისეთი ზომის გამოგდით თუ ახლა ისე ძალიან არ მოინდომეთ მოჭიმოა ხო? თორე ამითაც შეიძლება მოჭიმოთ და უფრო ისეთი თლათ 16 მმ-იანი ყაისნაღის ზომის თოლები არ დაგიждეთ, მაგრამ თუ ესე თავისუფლად გსოვთ, საკმაოდ დიდი თვლები გამოდის და გაითვალისწინეთ. აი ხა უკვე მე ცოტა დამრჩა, მოდით. ვსო. საკმაოდ თბილი ჟაკეტი გამოდის ეს. ფიქრობ, რომ ესე ზამთარშიც კი შეიძლება ამის ჩაცმა ესეთი თბილია. უფრო მჭიდროდ რომ მომექსოვა, ხო, უფრო თქვათ 10 ნომერი 10 მმ ზომის ყაისნაღით, ან უფრო ნაკლებითაც ხო 9-ით. მე მგონი უფრო ის იქნებოდა კიდე უფრო თბილი, იმიტომ რომ ახლა ცოტა ნაჩვენები აქვს ესე, ნახეთ აი როგორია ესეთი, ცოტა მაინც ჰაერი გავა ესე ადვილად და უფრო მჭიდრო მართლა პალტოსავით გამოგივიდოდათ და ну პრინციპში ესეც ეხლა მოვედი მე უკვე ნახეთ აი ეს დამრჩა ეს უпроსოდ ეს არ უნდა მოგსოთ და აი ეს დამრჩა ეს თვალი აქ შევალ ორივე კედელში აი ეს აი ერთი მეორე კედელი აქ იყოს კარგად დაფიქსირებული რომ იღლიასთან ესე ძალიან ხრელი დიდი ხრელი არ არის კარგი კარგი ეხლა 14 თავისუფალი თვალი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 და 14 პლუს 1 თავისუფალი თვალი გვინდა მოტრიალებისთვის ხო ანუ ეს მე-15 აი ესე გვაქვს ეხლა აბა კარგად შევხედოთ აი ეს მოტრიალდი და შევდივართ მომდევნო თვალში ჩვეულებრივ ორივე უკანა კედელში და ესე ვგსოვთ ასე უკანა კედელში შესვლებით თვლები ნამატის გარეშე ესე უნდა გავყვეთ ჩვენ როგორც გვსოვდით მანამდე მეორე ჭრილის შემთხვევაში და აქ ახლა ისევ გვჭირდება ჯერჯერობით რიგების დაგროვება აქ ისევ გექნებათ 53 თვალი ჯამში იმიტომ რომ ეს 14 თვალი კი ესე გამოვტოვეთ ხო ეს ადგილი ჭრილისთვის მაგრამ ჯამში ახლა მაინც ესე აი თუ სიგრძეს გადაზომავთ მაინც გექნება 14 თვალი და ეხლა ჩვენ უნდა მოგსოთ რიგები ისე რომ სანამ არ მივალთ ჯიბის ჭრილთან უკვე ხო ჯიბის ჭრილის გაკეთების დრო იქნება როცა მოგსოთ ეხლა მოდით შევხედავთ ან მე ესე იგი ქონდა მე მგონი 6 რიგი თუ არ მეშლება ნახეთ აი ეს იყო ხა ცოტა რთულია ეს ნახეთ აი წარმომხარეა ეს საიდანაც დავიწყეთ ქსოვა აი ეს ჩვენი ჯიბის ჭრილი გვაქვს კარგად გავშლი რომ ესე გამოჩნდეს შედარებით უფრო კარგად აი ეს ჯიბის ჭრილი
და აი ეს აქ კიდე იღლიის. ანუ ეხლა მე ჯიბის ჭრილიდან აი ამ ჭრილამდე რა რაოდენობა მაქვს რიგები. ამას გადავთვლი 1 ეს ზოლების მიხედვით 1, აი ჭრილია 1 2 3 და 3-ია ეს ზოლების მიხედვით 6 რიგი იყო. აი ზუსტად ესეც მახსოვს, რომ 6 რიგი გვაქვს მოსაქსოვი. და რა თქმა უნდა ვიყოთ ზემოთ, როცა სანამ ჭრილს გავაკეთებთ, ხო? იმიტომ რომ ზემოდან ქვემოთ რო ჩამოდიხართ, მაშინ კეთდება ჭრილი. კარგით, ეხლა მე ხედავთ ასე ვთქვათ, პირველ რიგს ვქსო. ეხლა ეს ჩავთვალოთ პირველი რიგი. მოდით ნიშნულსაც გავაკეთებ და ამის ჩათვლით ნახეთ, პირველი რიგი, მეორე. ანუ ამის შემდეგ, ხო, ვითვლი 1 2 3 4 5 და 6. ეს ზუსტად ზემოთ იქნებით მე-6 რიგს, როცა მოგხსოვთ. და მე-7 რიგი ერთად მოგხსოვთ. ესე იგი, ამ რიგების რაოდენობას ვითვლი აი აქედან ახლა, ხო? კარგით. აი ესე ახლა უკანა კედელში შესვლებით, ესე მოგხსოვეთ სუნთლიანად რიგის ბოლომდე, ჯამში გექნებათ 53 თვალი ნამათის გარეშე და მოგხსოვეთ 6 რიგი ამ რიგის ჩათვლით. აი მე ახლა მოვედი აი ამ ზემოთ მხარეს, სადაც უკვე ნახეთ მოგხსოვილი მაქვს, აი ნიშნულის შემდეგ, ნიშნულის ადგილას ეს პირველი რიგი იყო 1 2 3 4 5 და 6. 6 რიგი მოგხსოვე. მე როგორც გითხარით, მე-7 რიგს ახლა მოგხსოვთ ისე, რომ გავაკეთებთ ჭრილს აი ამ ადგილას, ხო? კარგით, ეხლა ამისთვის მე ჯობია გადმოვთვლი ახლა იქით უკნიდან მახსოვს რაოდენობა თვლების, ხო? 11 თვალი ქონდა და აი ესე ქონდა, აი წინა ვთქვათ, აი ამ შემთხვევაში ჭრილი სადაც ქონდა, ხო? ჯიბის აი აქ იყო, ნახეთ, დააკვირდით 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 და მე 8 თვალი იყო აი ჯიბის ჭრილისთვის. ეხლა მე აი ამ შემთხვევაშიც ნახეთ, ეს არის სახელოს ჭრილის ადგილი, ხო, ზემოთ. ანუ ზემოთ ამ მხარეს და ქვემოთ. აქ გადავთვლით 2 4 6 8 10 და 11. აი აქ იქნება უკვე გაგრძელება და კიდევ ერთი ამ თვალის შემდეგ 1 2 3 4 5 6 7 8 და აქ გავაკეთოთ შემდეგ, ესე იგი 8 თვალის შემდეგ მე-9 თვალში. აი ეს ჯიბის ჭრილი. ესე იგი აქამდე ახლა მე უნდა ვქსოვო, ესე თუ შეხედავთ, ნახეთ, ზოლების მიხედვით თითქოს 3 ზოლი კი გვაქვს. აი ეს ნახეთ. 1 2 3, უბრალოდ ეს თითქოს ბოლომდე მოგხსოვილი არ არის, მაგრამ სამაგეროდ აი აქეთა გაქვთ, ხო? ანუ მაინც ჯამში უნდა იყოს თავარია 6, როგორც პირველ ნახევარზე იყო აი წინა მხარის. ეხლა აქ მე უკვე მოგხსოვილი მაქვს, ხედავთ ეს ბიჯის ერთი თავისუფალი თვალი და ვაგრძელებთ უკანა კედელში შესვლით. მოგხსოვთ უბრალოდ ესე თვლებს ნამატის გარეშე, სანამ არ მივახლოვდები აი ნიშნულის ადგილს, ხო? ესე იგი ეს ნიშნულის ადგილი სინამდვილეში იქნება. აქედან თუ გადათვლით, თვლები სულ 53 თვალი გვაქვს, ხო? 53-ს გამოვაკლებთ 11-ს. იქნება 32 და კიდევ გამოვაკლებთ 8-ს, ხო? ეს იქნება 24, ხო? აი ანუ ეხლა აქედან ფაქტობრივად თუ აქედან გადავთვით 24 თვალი და მერე უკვე ნიშნულის ადგილია, ანუ უკვე დაიწყებთ თავისუფალი თვლები უნდა გავაკეთოთ, რომ ჯიბის ჭრილი გამოგვივიდეს. ესეთი ჯაჭვი უნდა მოგხსოვოთ. აი მოგხსოვე, ეხლა მე 6 რიგის ნაცვლად მოგხსოვე 8 რიგი. აი ჭრილის შემდეგ, ნახეთ, დააკვირდით ჯიბის ჭრილს 1 2 3
ანუ თითქოს ეს 6 რიგია და კიდევ 9 რიგი, იმიტომ რომ ზემოთ უნდა მოხვედრილიყავი. და სინამდვილეში ეს 8 რიგია, იმიტომ რომ აქ უბრალოდ აქ არ ჩანს 1 რიგი, ხო? საჭიროა რომ იმისთვის რომ აი ზუსტად სიმეტრიულად იყოს წინა მხარეს, აი მეორე ნახევრის, ხო? აქ ჩვენ ნახეთ აი ნიშნულამდე, აქ ჩვენ გქონდა ნახეთ კაპიშონის თავი, რომ ესე ქვემოთ რო ჩავედით და მე ამოვედით, ნახეთ, აი ეს რიგი იყო. და მე შემდეგ რიგს დავარქვი პირველი და აქ კიდევ 1 რიგი იყო, ამიტომ ეს საჭიროა რომ ერთნაირი თუ გინდათ რომ იყოს ეს 2 ნახევარი და წინა მხარეები, აი ესე გააკეთეთ. ამის შემდეგ უკვე პირდაპირ გაგრძელდეს კაპიშონის ქსოვა და რა თქმა უნდა უკვე კაპიშონი მერე მთლიანად, აი ეს ნახეთ, აი ეს ნაწილი კიდევ მოსაქსოვი გვაქვს ჩვენ, აბა დააკვირდით ახლა აი კაპიშონი და მის ქვემოთ. ეს ნაწილი მოსაქსოვი გვაქვს. ჩვენ მოვედით ახლა აი ამ წერტილში. ხო? ანუ ეს ნაწილი მოვქსოვე, სადაც აი ჯიბის აქეთ ცოტა რამოდენიმე რიგი კიდევ რო ქონდა. მაგრამ კიდევ რიგები გვაქვს მოსაქსოვი, აი აქეთ მხარეს, მეორე მხარეს, აი აქ. მაგრამ ეს უნდა გავაკეთოთ მას შემდეგ, რაც კაპიშონს ფაქტიურად აი აქ შემოვქსოვთ, აი ახლა ნახეთ, ჩვენ კაპიშონის ნაწილი გვაქვს მოქსოვილი და უკანა მხარეს არა აქვს კაპიშონი, აი უკვე მოვალთ აი ამ წერტილამდე. მაგრამ იქამდე კიდევ ჩვენ გვინდა ესენი მხრები უნდა ჩავკეროთ. იმიტომ რომ ნახეთ, კაპიშონი რომ მოვქსოვოთ, ხო? აქ მხრები უკვე უნდა იყოს დაფიქსირებული, აქაც და აქეთ მეორე მხარეზეც აუცილებლად. აქ ჩვენ მხრის ნაწილი, აი ეს წინა მხარე მოქსოვილი გვაქვს, უბრალოდ კაპიშონი და აი კაპიშონს მოყვება, ესე თქვათ, თქვენი ესე იგი ჟაკეტი, ცოტა აი კაპიშონის ეს წინა მხარეები ერთმანეთზე უნდა გადაიდოს, ანუ ღილთან რო ჩაიკეტოს, ხო? და ამიტომ ეს ცოტა უფრო განიერი გაქვთ, ვიდრე ზურგის მხარეა თქვენი, ანუ ეს 2 ნახევარი რომ საბოლოოდ რაც გვექნება, ეს უფრო განიერი იქნება, ვიდრე ზურგის მხარე, იმიტომ რომ ესენი ერთმანეთს უნდა გადაადოთ. ეს ბოლომდე ჯერ არ გვაქვს მოქსოვილი ეს მხარე, ეს კი, აი, კარგი, ეს კიდე გაკეთებულია. აი ესეთი ნიმსი მინდა გამოვიყენო, რომ თუ გავატარე, ხა ესეთი ფაფუკი ძაფია. აი შვენი. ეს ნიმსი ძალიან ისე კარგად გამომადგა ხოლმე, კი, ადვილად გადის. აი არა. კარგი, და აი ესეთი გვაქვს ახლა, ну, დაახლოებით სიგრძე ნიმსის ესე ძაფის აიღეთ ისეთი, რომ რაც გინდათ რომ ჩაკეროთ იმაზე, ორჯერ მეტი იყოს და პრინციპში გეყოფათ. კარგით, აი მე ახლა მოვჭრი ამ ძაფს, მეორე მხარეზეც მინდა და ამიტომ ცოტა გრძელს მოვჭრი. ანუ მეორე ბეჭიც უნდა ჩავკეროთ, ხო? აი ესეთი, აი ბეჭის მხარე, ხედავთ, ხო? აქ ნიშნული, ეს ნიშნული არის ფაქტიურად კაპიშონის ნაწილი, ანუ აქ სინამდვილეში აი აქამდე მოვალთ, ნახეთ. ჩვენ გვაინტერესებს რიგები, რიგები უნდა დავაკავშიროთ. აქ უკვე კაპიშონის ნაწილი. აი ეს არის თქვენი პირველი რიგი, ამას მოხსნი. კაპიშონის შემდეგ და კავშირიც მანდ უნდა მოხდეს. ეს ნიშნული, ეს ბოლო. აქაც პრინციპში ეს ბოლო რიგი, ხო, ბოლო რიგზეა გაკეთებული ნიშნული. ეს ნიშნულები ხა აღარ გვჭირდება პრინციპში და არ აქვს მნიშვნელობა აქედან აქეთ წამოხვალთ, უფრო აქედან ჯობია, რა თქმა უნდა, აქ უნდა იპოვოთ მაშინ შესაბამისი ზურგის მხარე, ხო? აქ სადაც სახელოს ჭრილი გაქვთ, უფრო ადვილია ამის პოვნა. იგივე წესით გააკეთებ, რა თქმა უნდა, მეორე მხარსაც, ხო? აი აქ. ეხლა მე წაღმა მხარეზე ვაკეთებ, ჯობია უკვე მხარეზე გავაკეთოთ, ანუ ეს წაღმა მხარე მე მიყურებს. თუმცა მე იმის გამო რომ ვაპირებ ესეთი სპირალურად ვიმოძრავ, პრინციპში არ აქვს ამ შემთხვევაში მნიშვნელობა თქვენ წაღმა მხარედან მიაკერებთ თუ უგოღმადან, ამიტომ მოდით ესე ახლა ნახეთ, ესე გამოვიტან, რომ ძაფის ბოლოს შიგნით მოხდეს, ხო? ხა წარმოიდგინეთ, რომ უყურებთ ნაქსოს გარედან, წაღმა მხრიდან უყურებთ ნაქსოს. აი ესე ამოვიდა, ხო? აქ ახლა ძალიან ფაფუკია, მაგრამ მაინც გამოარჩიეთ რიგის ბოლო და აუცილებლად 2 ძაფში შედით ხოლმე, თითო ძაფში ნუ შეხვალთ. მოდით ახლა ეს რიგი, აი ეს რიგი გინდათ. აქ ერთი ძაფი არ გვაწყობს, 2 ძაფი გვინდა ესე.
ეს სპირალურად, ესე იგი. ეს გამოძვრა კარგით არა უშავს. აი ესე თუ მაქვს, მაშინ აი ეს სპირალურად ესეთია. შესვლა. ხო, ეს არის თქვენი აქეთ პირველი რიგი. კარგი, აი ესე იყოს და შიგნი გავაკეთებ ახლა კვანძს. აი ესე კარგად. აქ იყოს ჩვენი კვანძი ძაფის. არ გაიშალოს. აი ეს. კარგით. ეს დავაფიქსირეთ პირველი. ახლა იგივე წესით ესე იგი შიგნით შევიტანე ახლა შიგნიდან გარეთ გამოვალ და თან გადავალ მომდევნო რიგზე, ხო? აბა გამოარჩიოთ. ეს რიგი გავაკეთე. ახლა აი ეს არის ფაქტიურად ეს დიდი ხვრელი, მაგრამ მაინდა-მაინც არ მინდა ხოლმე რომ ესეთი ხვრელი გაიწელება, მე ულამაზო. აი აქ შედით. ნახეთ? აი აქ შედით. აქეთ ორი ძაფი გაქვთ, არ არის ერთ ძაფში შესვლა და ზუსტად კარგი იქნება. აბა მედია რომ არ ტყობთ ხო რასაც ვაკეთებ. ახლა აქ შესაბამისად მომდევნო რიგი აქ ვიყავით, აქ კი გაწელილი თვალია, ეს არ გვინდა ნამდვილად, გაწელილ თვალში შესვლა, აი აქ, ნახეთ, აი ეს. აი ესე შიგნით. მე აქ პირდაპირაც შემიძლია უკვე მომდევნოში, აი აქ, ნახეთ. ეცადეთ გაწელილი თვლებში ნუ შეხვალ, თორე ჩამოკონწიალებული ისე ულამაზო იქნება. მხრებზე განსაკუთრებით. აი ესე. ეს თქვენი ძაფის ბოლოები, აი შიგნით არის. მეორე. ახლა უნდა იყოს ეს მეორეც. ჩაიყოლა ნაქსოში, მაგრამ ორივე აქვია ეს ორია. აი ესე მოჭიმეთ თან და დააფიქსიროს. არ იყოს აქეთ-იქით, ხო, ეს ხრები. კარგი. ეხლა აი აქ შევალ. აქაც უყურეთ. ეხლა ზოლი ზოლს მე მგონი არ ემთხვევა ამ შემთხვევაში, მაგრამ რიგზე რო გადადიხართ, ხო? აქაც ეცადეთ რომ შეუსაბამოთ რიგი რიგს. თორე ძალიან ისე ქაოტურად არ იყოს. აი აქ. აი ესე. შემდეგ აი აქ შევალ, ოღონდ აქ ერთი ძაფი მაქვს. აქ ჯობია ცოტა ახლოში. აქაც ეს აი დიდი ხვრელები ყველა ესე თქვა გამოვტოვე, ესე არ შევედი დიდ ხვრელებში, მაგრამ მათ მეზობლად თუ პატარა ხვრელია, იქ აუცილებლად შედით. აი ესე და აქ ნახოთ რა გვაქვს. აი აქაც შეიძლება მსგავსი. აი აქ. აი ეს. მოჭიმეთ, კარგად მოჭიმეთ. ეს უკვე დაფიქსირებული იქნება, აღარ დაგჭირდებათ მერე კიდევ. შეცვლა, ხო? დაშორება, ბეჯის ის უნდა იყოს დაფიქსირებული. აი აქ ნახეთ. ცოტა ისეთი ძაფებია, მაგრამ აი ეს ჭიდროთ, კარგად რომ ჩაჯდეს. აი ეს ეხლა აქ უნდა მივიდი აი ამ ადგილამდე, ხო? უბრალოდ ამის ჩათვლით ეს იყო პირველი რიგი ჩემი. მე უკვე კაპიშონის ეს ნაწილია. კარგით, ახლა აი აქ ვიყავი, ხო? ცოტა წინ წავიდეთ. აუცილებლად ორი კედელი მინდა, ორი ძაფი მინდა. ხო, აქ აი საკმაოდ ისეთი ფუმფულა ძაფია, რომ გამომორჩევა ძნელია იმ თვლების. ეხლა აბა დავაკვირდეთ. თითქოს რიგი რიგს მიყვება, მაგრამ თლად იგივე ზუსტად იგივეც არ არის იგივე უზორი. ეხლა საკმაოდ წინ წავედი, არ გვინდა წინ წასვლა, ცოტა აქვე.
მჭიმეთ. აი ესე. ეხლა წავიძიოთ აი ამ ხროში რა თქმა უნდა არ შევა, ხო? წავიძიოთ წინ, აქაც წავიძიოთ წინ. ორი ძაფი, აი ეს. აი ეს. შემდეგი აი აქ გვაქვს. და შემდეგი აქვე. ეგ ზოგი რიგი საკმაოდ ესე დიდი თვლებით ამაკ ნაკსოვი და ცოტა თითქოს არ გავს რიგი რიგს ხოლმე. მაგრამ ესე კაია თუ ამოიცნობთ. კარგით, ეხლა უნდა ცოტა წინ წავიწიოთ. აქ. აი აქ. შემდეგი კიდევ აქვე, სადმე. ესე გაქვიყავით ხო, აი აქ. და აქეთ ორი კედელი მინდა. აქ ერთი კედელია ხო, აქ კიდევ არის ძაფი შიგნით, მაგრამ აი ეს. საკმაოდ ჭიდროთ არის აი ეს ბეჭზე ეს თვლები ხო და ანუ წესით არ უნდა გაიწელოს ძალიან. ეხლა წინა ჟაკეტი რაც ქონდა მოქსოვილი საკმაოდ გაიწელა. არ ვიცი როგორ ეტყობა არ დავაფიქსირე მაინდა-მაინც კარგად და ცოტა ზომებიც კი შეეცვალა. სახელები უფრო გრძელი მომეჩვენა, მაგრამ იმიტომ რომ ეს გაიწელა და ეს ცოტა გადავიდა ძალიან ზედმეტად. კარგით, ეხლა აი აქ მინდა რომ ისე კარგად გრძაფში შევიდეთ. და ფაქტიურად მე მგონი ბოლოა. ბოლო რიგი წყვილი, ხო, რიგების წყვილი. ეს რიგი და აი აქ ნიშნულის, აი ნიშნულს მოხსნი უკვე. აბა ნახოთ ახლა რა გამოგვივიდა. აი ეს აქ რა თქმა უნდა ჯობია რომ კიდევ ერთხელ ჩახვიდეთ, რომ დააფიქსიროთ ეს ადგილი და გავაკეთოთ შიგნით კვანძი. აი ესეთი ნახეთ. უკანა მხარეზეც ფაქტობრივად ერთნაირია რა ხან ჩვენ სპირალზე დავდიოდით, ერთნაირია ზუსტად. აი ესეთივე უნდა გავაკეთოთ ახლა მეორე მხარეს. მეორე მხარეს ასევე სადაც ჭრილი გაქვთ, სახელოს ჭრილი, აი ესე მიადებთ და აი რიგი რიგში როგორც ვაკეთე, ზუსტად ასე გააკეთებთ, სანამ არ მოხვალთ აი ამ ადგილას. ეს არ დააკავშიროთ, მოდით აქ ნიშნულს გავაკეთებ. ეს არ დააკავშიროთ, იმიტომ რომ ეს გააგრძელებს ზემოთ და ანუ კაპიშონის ნაწილი უნდა მოიქცოს აი ამ რიგით. ანუ ეს არ იქნება მხარის ნაწილი. აი იმიტომაც გითხარით, რომ მე ეს კი მოვქსოვე, მაგრამ ეს არ შედის აი ამ მხარის ნაწილში, ხო, ეს ბოლო რიგი. მოკლედ, თქვენც ახლა გააგრძელეთ და მოგქსოვეთ. მიაგსოვეთ, ესე ვთქვათ, მიაკერეთ ეს მხარი და მე დაგიბრუნდებით.